როგორ გამოვიყენოთ მარცხი ჩვენს სასარგებლოდ. როდისმე გიგრძნიათ თავი დამარცხებულად, შეიძლება იმედიც დაგიკარგავთ და კიდეც გიფიქრიათ, რომ თქვენგან არაფერი გამოვა. შეიძლება რაღაც ახალი სცადეთ და არ გამოვიდა, ან შეიძლება ვინმე გითხრათ, რომ არ ხართ საკმარისად კარგი. ან შეიძლება შეცდომა დაუშვით, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სავარაუდოდ ეს ყველა სცენარი გამოცდილი გაქვთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს გვაქვს გამოცდილი ეს სცენარები. არ არსებობს ყველაფერს წარმატებული ადამიანი, აი სულ რო ყველაზე ჩვენთვის ყველაზე წარმატებული ადამიანის ბიოგრაფიას შევხედოთ, ხო? აუცილებლად იქ იქნება ძალიან ბევრი წარუმატებლობა, რამაც საბოლოო ჯამში შექმნა წარმატება. ზოგადად, ბევრი ადამიანი წარუმატებლობას უყურებს როგორც დასასრულს, არადა წარუმატებლობა არ არის დასასრული პირიქით, ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არის დასაწყისი. ერთი ესეთი გამონათქვამი წავიკითხე ამას წინათ და ძალიან მომეწონა, რომ წარუმატებლობა არის საწვავი წარმატებისთვის. მოდით ვისაუბროთ რამდენიმე რჩევაზე, რაც დაგვეხმარება ზუსტად აი ამ პროცესში, რომ ჩვენი წარუმატებლობა ვაქციოთ ჩვენს სარგებლად და ანუ წარმატების მნიშვნელოვან ნაბიჯად. პირველი რჩევა არის ასეთი, რომ უნდა შევცვალოთ წარუმატებლობის ჩვენეული განმარტება, ხო? რამდენიმე მაგალითი მინდა მოვიყვანო, ედისონი რომელმაც შექმნა ნატურა, მან თქვა, რომ მე მაქვსო 10,000 ესე იგი გზა, როგორ არ უნდა შექმნა, ვისწავლე 10,000 გზა, როგორ არ უნდა შექმნა ნატურა, ხო? მას ჰქონდა 10,000 წარუმატებლობა, სანამ შექმნიდა ნატურას. როულინგი, რომელმაც დაწერა ჩემი ძალიან საყვარელი წიგნი ჰარი პოტერი, როულინგს 12-მა გამომცემელმა უთხრა უარი ჰარი პოტერის დაბეჭდაზე, ანუ თქვენ წარმოიდგინეთ 12-მა გამომცემელმა უთხრა, რომ იყო ცუდი წიგნი და მაინც ყველა წარუმატებლობის შემდეგ მაინც ახერხებდა ეს ადამიანი, რომ წამომდგარიყო, წამოეყენებინა თავისი თავი და გზა გაეგრძელებინა, ხო? მაიკლ ჯორდანის შესახებ არის ასევე ცნობილი ფაქტი, რომ სკოლის კალათბურთის გუნდიდან გამოაგდეს და თუ განგვიცდია და აუცილებლად განგვიცდია წარუმატებლობა, არც პირველი ვართ და არც უკანასკნელი ვიქნებით, ეს ყველა ადამიანის ცხოვრების გზა ასეთია, ხო? იმის მაგივრად, რომ წარუმატებლობა მივიღოთ შეფასებად და ეს რაღაცა იარლიღი იყოს ჩვენთვის, რომელსაც მივაწებებთ საკუთარ თავს, ხო? ეს უნდა იყოს უბრალოდ მოცემულობა, ფაქტი, რომელსაც მივიღებთ ფაქტად და მოცემულობად და მისგან შევეცდებით, რომ გამოცდილება მივიღოთ, ხო? როდესაც ამას ვიღებთ, ესე იგი, იარლიღად და შეფასებად, ეს პირიქით ძალიან გვაბრკოლებს, იმიტომ რომ პირდაპირ ეხება ჩვენს თვითშეფასებას და ამის შემდეგ ძალიან გვიჭირს ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ ვიჯერებთ, რომ ესე იგი ავყოფი ვართ საკმარისად კარგი. თუ კომენტარში იქ დამიწერეს, რომ ჩემი ვიდეო ცუდია, მე თუ ეს მივიღე ჩემს შეფასებად, დიდი შანსია, რომ ნაბიჯი აღარ გადავდგა, ხო? არადა მეორეს მხრივ მე შემიძლია აქედან მივიღო გამოცდილება და ვისწავლო რა შეიძლება გავაკეთო შემდეგში უფრო უკეთესად და აი მივადეკით მეორე რჩევას, რომელიც გვეუბნება, რომ უნდა გავაანალიზოთ ეს ჩვენი წარუმატებლობა. ანუ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დავსვათ სწორი კითხვები, რომ რა ვისწავლე ამ გამოცდილებიდან. რა ჯობს გავაკეთო განსხვავებულად მომავალში, რა დამეხმარებოდა უკეთესი შედეგის მიღებაში, ხო? მაგალითად, შეიძლება პრეზენტაცია გავაკეთე სამსახურში, რომელმაც საშინლად ჩაიარა. იმის მაგივრად, რომ იარლიყი მივიწებო და ვთქვა, რომ და საერთოდ არ მაქვს მე იმის ნიჭირო პრეზენტაციები ვატარო და არ გამომდის და ეს ჩემი საქმე არ ყოფილა, მაგის მაგივრად ჯობს, რომ დავფიქრდე, რა უნდა გამეკეთებინა განსხვავებულად. ასევე ხშირ შემთხვევაში უკავშირის მოთხოვნა ისეთი კარგი ჩვენთვის ავტორიტეტის მქონე ადამიანისგან ძალიან სასარგებლოა ხოლმე, ხო? ამ ყველაფრისთვის ამ ნაწილში რომ გავაანალიზო ეს წარუმატებლობა, ძალიან აუცილებელია ემოციების მართვა. მე თუ ისე მოზღვავებული უარყოფითი ემოცია მაქვს, ძალიან გამიჭირდება უკავშირის მოსმენაც და ძალიან გამიჭირდება, რომ აი ამ იარლიყიდან გამოვიდე და ჩემს თავს არ მივაწებო ეს იარლიყი. ამიტომ აუცილებელია, რომ რაღაცნაირად ჩავეხსნა ამ
ემოციები დავაცხრო, ასე ვთქვათ, და შეფასებაში ეს არ გადავიტანო და ზუსტად შევხედო იმ კუთხით, რომ კი, ცუდად ჩაიარა, ვის არ მოსვლია. ყველას დაუშვია შეცდომა, ყველას მოსვლია. მოდი ახლა მე დავფიქრდები შემდეგში რა უნდა გავაკეთო უკეთესად და ერთი ესეთი გამოთქმა არსებობს ასევე, რომ შეხედეთო წარუმატებლობას როგორც უბრალოდ მოცემულობას და მონაცემების ბაზას და არა როგორც რაღაცა დრამას, ხო? ინგლისურად ასე ჟღერს, რომ look at failure as data, not drama. ანუ ეს არ არის რაღაც არ დაიქცა ქვეყანა, უბრალოდ მონაცემები გაქვს, რომელიც შეგიძლია გამოიყენო შემდეგში გასაუმჯობესებლად. შემდეგი რჩევა, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, არის, რომ გვეუბნებიან, რომ უნდა შევხედოთ წარუმატებლობას როგორც კიბეზე ერთი საფეხურით ასვლას და არა როგორც ერთი საფეხურით ჩამოსვლას და ზუსტად მე თუ ვერ მოვახერხე აი ამ ემოციების დაცხრობა, ასე თქვა და თუ მე იარლიყი მივაწებე ჩემს თავს, ეგ იქნება ერთი საფეხურით უკან დახევა, თუმცა მე თუ მოვახერხე, რომ შევხედე ამას ამ სიტუაციას, ამ წარუმატებლობას თვალებში და თქვი, რომ კი, არ გამოვიდა და არა უშავს, არ დაქცეულა ქვეყანა, მე პირიქით ამითი მივიღე გამოცდილება, ეს ზუსტად იქნება ერთი ნაბიჯით მაღლა ასვლა აი ამ ჩემი წარმატების კიბეზე. ანუ ფრაზა უნდა იყოს არა ის, რომ არ გამომივიდა და ესე იგი არ ვარ საკმარისად კარგი. არამედ არ გამომივიდა და ეს ნიშნავს, რომ მეტი გამოცდილება მაქვს და ეს ნიშნავს, რომ წინ მივდივარ. ამას წინათ შემოხვდა ერთი ესეთი ბანერი ვით იყო სოციალურ ქსელში, რაც ძალიან მომეწონა და ესევე შევინახე ჩემს კომპიუტერში და ამ ბანერზე ეწერა ასეთი რამ, რომ შენი პირველი ვარჯიში იქნება ცუდი, შენი პირველი პოდკასტი იქნება ცუდი, შენი პირველი ვიდეოც იქნება ცუდი, პირველი ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ცუდი, მეასე იქნება კარგი, მაგრამ ვერ შექმნი მეასე სანამ არ შექმნი წინა 99-ს და ბოლოში ეწერა ასეთი რაღაცა, რომ ასე რომ გადადე შენი ეგო გვერდზე და დაიწყე კეთებაო და შეეგუე, რომ ცუდი გამოგივა თავიდან, ხო? ბევრი ადამიანი წარუმატებლობის შიშით საერთოდ არ დგამს ნაბიჯს. იმიტომ რომ ეშინია რომ პირველი გამოვა ცუდი, საერთოდ არ დგამს ნაბიჯს. არა და ძალიან აუცილებელია რომ დავიწყოთ, მივიღოთ ის წარუმატებლობა, ამითი ვისწავლოთ, ერთი ნაბიჯი კიბეზე ზემოთ გადავდგათ და შემდეგ ისე გავაგრძელოთ. შემდეგი რჩევა არის ასეთი, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წამოვდგეთ. ანუ ყველაზე ცუდი შეცდომა ამ გზაზე იქნება ის, რომ წარუმატებლობის შემდეგ რაღაცა დიდი პაუზა გავაკეთოთ და აღარ გადავდგათ, მალევე არ გადავდგათ ნაბიჯი. რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო მცირდება იმისი შანსები, რომ გადავდგათ საერთოდ ნაბიჯი. ამიტომ ჯობს რომ არ გავჩერდეთ დიდხანს. ანუ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავდგეთ, გავაანალიზოთ, რა უნდა გავაკეთო განსხვავებულად, რა გავაუმჯობესო, ანუ ერთი საფეხურით მაღლა ავიდე, ეს გამოცდილებად მივიღო და შემდეგ, ანუ ვცადო ისევ. მაგალითად, უარი მითხრეს სამსახურზე, შეიძლება ან რეზუმე მაქვს გასაახლებელი, ან შეიძლება რაღაც ტრენინგს უნდა დავესწრო, როგორ ვიყო გასაუბრებაზე, ხო? ან გამოცდაში თუ ჩავიჭერი, შეიძლება მეცადინეობის მეთოდი მაქვს შესაძლებელი, ან შეიძლება მენტორი მყავს ასაყვანი, ან რაღაც აუცილებლად მექნება გასათვალისწინებელი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავდგა შემდეგი ნაბიჯი. დიდი ხანი გაჩერება უფრო საშიშს ხდის აიმ ჩვენს წარუმატებლობას და უფრო მეტად მოქმედებს უარყოფითად ჩვენს თავდაჯერებულობაზე. ძალიან ბევრი წარმატებული კომპანიის მაგალითით ზუსტად გამოიყურება ასე, მაგალითად Airbnb-ს, Netflix-ის, Amazon-ის და სხვა ბევრი წარმატებული კომპანიის მაგალითია, რომ პირველიც და იყო აბსოლუტურად წარუმატებელი, თუმცა ისწავლეს, ანუ გამოცდილება მიიღეს, ანუ გაკვეთილი მიიღეს იმ წარუმატებლობისგან და შემდეგ დაიწყეს თავიდან და ძალიან წარმატებულებიც გახდნენ. ბევრი სპორტსმენის მაგალითი არის ასევე ზუსტად ასეთი. საბოლოო ჯამში რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ჩვენი წარუმატებლობა, ჩვენი სიძლიერე გახდეს და არა სისუსტე და გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ. პირველი ის, რომ უნდა შევცვალოთ წარუმატებლობის განმარტება და ანუ ამას კი არ უნდა შევხედოთ ისე, რომ ესე იგი დამთავრდა ქვეყანა, არამედ პირიქით, ახალი კარი გაიღო და დასაწყისია ეს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. უნდა გავაანალიზოთ წარუმატებლობა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ
გავაცადოთ, რომ ამას ემოციურად არ შევხედოთ. კი, შეიძლება ემოცია უარყოფითი მოვიდეს, ამ დროს უბრალოდ ჩვენს თავს უნდა ვაპატიოთ, რაც შეიძლება მალე, უნდა უთხრათ, რომ არა უშავს, ვის არ მოსვლია, აბა რა შემიძლია გავაკეთო შემდეგში განსხვავებულად, რაც უფრო კარგად გავაანალიზებ, რაც უფრო ნაკლებად გადავაბრალებ სხვას და ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ მე არ ვქენი სწორად რაღაც და ნამდვილად ჩემი ბრალი იყო და რაც უფრო მარტივად და კარგად ვიპოვი აი გასათვალისწინებელ საკითხებს, რაც შემდეგ შეიძლება გავუმადგეს მით უფრო უკეთესი. შემდეგი რჩევა იყო, რომ წარუმატებლობას უნდა შევხედოთ როგორც კიბეზე ერთი საფეხურით ასვლას და არა როგორც ჩამოსვლას, ანუ აუცილებლად მე რაღაცამდენე ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იქნება კარგი, პირველი დიდი შანსია რომ იყოს ცუდი, უბრალოდ ის მე ასე ვერ იქნება თუ არ იყო წინა 99 და ასევე ვთქვით, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წამოვდგეთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო დიდი შანსია რომ ამან გავლენა იქონიოს ჩვენს თავდაჯერებულობაზე და უფრო გაგვიჭირდება შემდეგ ნაბიჯის გადადგმა. წარმატებებს გისურვებთ მაქსიმალურად და შეეცადეთ, რომ რაც შეიძლება, ესე იგი, სწრაფად გადადგათ ნაბიჯები თქვენი წარმატების მიმართულებით.